ერთ დროს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადამიანი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მძიმეწონოსანი მოკრივე და ყოფილი ჩემპიონი, ნოკაუტების ნამდვილი მანქანა. რინგს მიღმა ბევრი გაჭირვება და გასაჭირი გამოსცადა. კაცი, რომლისაც ყველას ეშინოდა და ვიზეც მთელი მედია იყო შეპყრობილი, წარმატებული გზიდან დიდ დაცემამდე. დღეს რკინის მაიკზე მოგიყვებით. რა თქმა უნდა, ესეთ ამბებს მე ჩემს უგემრიელეს ძმასთან კროკოსთან ერთად გიყვებით ხოლმე და არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი. ისტორია რკინის მაიკზე. დავიწყოთ. მაიკლ ჯერარდ ტაისონი დაიბადა 1966 წლის 30 ივნისს. მისი ადრეული წლები იყო დანაშაულისა და ძალადობის აღმასვლა ბრუკლინისა და ნიუ-იორკის ქუჩებში. პირველი კონფლიქტი მოუვიდა 10 წლის ასაკში მასზე დიდ ტიპთან, რომელმაც მის თვალწინ ადგა და მისი მტრედი აიღო და თავი მოაგლიჯა. ზოგადად რთული ესეთი ტიპის ბავშვები პატარაობიდანვე სწორ გზას დაადგნენ ხოლმე და არც ჩვენი გმირი ყოფილა გამონაკლისი, ამიტომ მოზარდობამდე 30 ჯერ მაინც არის დაპატიმრებული. საერთოდ ერთი კონკრეტული შეიარაღებული ძარცვის მერე ის არასრულწლოვანი დამნაშავეების სკოლაში აღმოჩნდა. ტაისონის სახელი ქუჩებში მალე გავარდა და მცველებიც აკვირდებოდნენ მის არასტაბილურ ქცევას. თუმცა მან ერთ დღეს დაინახა თავისი კლასელი, რომელიც სპარინგობდა ყოფილი ქვემძიმეწონოსან ჩემპიონ ბობი სტიუარტთან და მასაც მოუნდა ჩართვა. ბობი მაიკი ტანში დარტყმით დააგდო და ამბობენ, რომ ტაისონს მაშინვე გული აერია. ეგ დადასტურებული არ არის და პრინციპში საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ რაც ნაღდად ვიცით, ამ სპარინგმა და ვარჯიშმა მასში დიდი ინტერესი გამოიწვია კრივისადმი. მაგრამ ამ ბობის თხოვა, რომ კონკრეტულად ესეთი ძლიერი ტანში დარტყმა ესწავლებინა, რომ მერე ყაჩაღობისას ვიღაცისთვის ტანში დაერტყა და მარტივად გაეძარცვა. ბობიმ პოტენციალი დაინახა და მის განვითარებას რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა, სანამ არ იგრძნო, რომ ის რინგზე შესვლისთვის მზად იყო. 13 წლის მაიკმა დამაჯერებლად მოიგო პირველივე ბრძოლა და გამარჯვებებს აგრძელებდა. ხო და როცა ბობი უყურებდა ამ ყველაფერს, მან გადაწყვიტა, რომ ამ საქმისთვის სერიოზულად ხელი მოიკიდა. ხო და ტაისონი კრების მწვრთნელს და მენეჯერს კას დამატოს მიუყვანა. კასი მაიკის მამინაცვალი გახდა და იშვილა იგი მაიკის დედის გარდაცვალების შემდეგ. მან ასწავლა ძირითადი ტექნიკური უნარები, მათ შორის ცნობილი ეგრეთ წოდებული ფიქებუ, ანუ ეს სტილი მოიცავს თავის მუდმივ მოძრაობას მოწინააღმდეგის დარტყმების თავიდან ასაცილებლად, ნიკაპის დაცვას მოჩხუბლის ხელდათმანებით. შემდეგ კი თავისა და ტანის მიმართულებით დარტყმების კომბინაციების სრულად წინსვლისას. და სხვათა შორის მაგარი ეფექტურიცაა, რადგან როცა ხედავ, რომ ვიღაც შენკენ ესე სწრაფად ქანქარასავით მოდის, დამთვრგუნველია. დამატო მოახერხა ახალგაზრდა ვუნდერკინდში ძლიერი გონებრივი უნარებისა და დიდი თავდაჯერებულობის ჩანერგვა. ბევრს ესაუბრებოდა და დააჯერა, რომ თუ ბევრს ივარჯიშებდა და სერიოზულად მოეკიდებოდა, შეიძლებოდა, რომ ამ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა გამხდარიყო. მათ ასევე შეუერთდა მწვრთნელი კევინ რუნიც. და აი აქედან იწყება უკვე ტაისონის შედარებით უფრო სერიოზული კრივის გზა, რადგან ბევრს ჩხუბობდა, ხშირად ჩხუბობდა და ყველაფერს იგებდა. მოიგო მრავალი სამოყვარულო ტურნირი, მათ შორის ოქროს მედლები ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 1991 და 92 წლებში. 16 წლის ასაკში მისი რეპუტაცია და სახელი როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნოკაუტერი, ისევ მისივე პრობლემა გახდა, რადგან კაციშვილს აღარ უნდა მასთან ბრძოლა და სპარინგი. ბევრად აღემატებოდა თავის ასაკობრივ ჯგუფს ყველაფრით, ზომით, ძალით, გაბარიტებით. ამიტომაც მან ბრძოლა დაიწყო მასზე ბევრად გამოსtildeილ პროფესიონალ მებრძოლებთან. ხო და გასაკვირი არაა, რომ პირველი ბრძოლა წააგო. შედარებით მასზე დიდ, როგორც გაბარიტებში, ასევე ასაკით, დიდ კაცთან. ამაზე მაიკი იხსენებს. ჩემი პირველი ბრძოლა წავაგე, როცა დაახლოებით 16 წლის ვიყავი, მაგრამ მართლა ძლიერად ვიჩხუბე. ის ბიჭი, ვისთანაც სპარინგოვდი, ცოტა უფრო გამოცდილი იყო ჩემზე, მაგრამ წაგებამ ბევრი რამ მასწავლა. ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა. აი აქედან იწყება გამარჯვებების სერია. მან გაანადგურა თითქმის ყველა გამოცდილი პროფესიონალის სცენაზე. 17 წლის იყო, როდესაც უკვე სერიოზული პრობლემები შეექმნა მოწინააღმდეგის პოვნასთან დაკავშირებით. ხო და შესაბამისად გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი კარიერის ერთადერთი გზა იყო მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებთან ჩხუბი. მისი პროფესიონალური დებიუტი 1985 წელს შედგა, სულ რაღაც 18 წლის ასაკში. თავის პირველ წელს, როგორც პროფესიონალმა, 15 მოწინააღმდეგესთან იბრძოლა, მათგან 11 პირველ რაუნდში დაანოკაუტა. მაიკლ ჯონსონი, ედი რიჩარდსონი, მარკ იანგი, არც ერთი მათგანისთვის ტაისონთან იგის გაზიარება კარგად არ დასრულებულა. მაიკის არნახული ჰაიპი იზრდებოდა, შესაბამისად მედიის ყურადღებაც. მაგრამ სამწუხაროდ 9 დღით ადრე სანამ ედი რიჩარდსონს ეჩხუბებოდა, კას დამატო მისი კანონიერი მეურვე და ადამიანი, რომელსაც მისი წარმატების უმეტეს ნაწილს აწერენ, გარდაიცვალა. კევინ რუნის დაიკისრა სრული სამწვრთნელო პასუხისმგებლობა და მიუხედავად იმისა, რომ მაიკის ცხოვრების დიდი ნაწილი ახლა დაკარგული იყო, მისი კრივის უნარებს რეგრესი საერთოდ არ განუცდია. მისი პირველი ბრძოლა ტელევიზიით გაშუქდა 1986 წლის 16 თებერვალს ჯესი ფერგიუსონთან.
მაიკმა ის მეხუთე რაუნდში დააგდო, მაგრამ ბრძოლა დასრულდა ჯესის დისკვალიფიკაციით ზედმეტი დაჭერების გამო. საჯმა იგი რამდენჯერმე გააფრთხილა და უთხრა რომ შეეწყვიტა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. აი აქ კი საჯს მოთმინება ამოეწურა. ტაისონის გუნდს სერიოზული ჩოჩქოლი მოუწია, რომ ეს გამარჯვება TKO-ით ჩათვლილი იყო, რომ ფურცელზე კარგად გამოჩენილიყო. ხო და კომისიამ გადახედა და თქვა, რომ კი ბატონო, სამართლიანიაო და ასეც მოიქცა. ნოკაუტების სერია გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოველი მომდევნო მოწინააღმდეგე წინას ბევრად ჯობდა. მოგვიანებით ის მისივე მეურვისთვის დადებულ პირობაზე კონცენტრირდა, ანუ უნდოდა რომ სოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო. ძიმე დარტყმის მქონე ტრევორ ბერბიკი, რომელმაც ადრე დიდი მუჰამედ ალი დაამარცხა, WBC-ის ქამარის მფლობელი გახდა. პრაიმში ყოფა მაიკ ტაისონმა ბერბიკის ძიმე დარტყმა მიაყენა და მეორე რაუნდში ორჯერ დააგდო. ბერბიკმა ყველაფერი გააკეთა წამოდგომისთვის, მაგრამ მას ფეხები უკვე საერთოდ აღარ ემორჩილებოდა. თამაში დასრულდა. მაიკ ტაისონი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი 20-ზე ცოტა მეტი ხნის ასაკში. ბერბიკთან ბრძოლის წინ ერთ ძალიან თავხედ და უცნაურ პრომოუტერს მაიკის სახელის გაგონებაზე თვალებში დოლარები უჩნდებოდა. ეს კაცი დონ კინგი იყო. ისმის კითხვა, ვინ ჯანდაბაა კინგი? წარსულში კრიმინალური ისტორიით ცნობილი პირი. სადღაც 60-იან წლებში ორი სხვადასხვა შემთხვევის დროს ორი ადამიანი მოკლა. ერთხელ თავდაცვის დროს და მეორე შემთხვევაში ტიპი ქუჩაში ისე ცემა, რომ გარდაიცვალა. ერთი მკვლელობისთვის საერთოდ პატიმრობაც მოიხადა, მაგრამ როგორც კი ციხიდან გამოვიდა, გადაწყვიტა რომ კარიერა კრივში გაეგრძელებინა. სწორედ მან მოაწყო ბევრი უზარმაზარი შოუ, მათ შორის მუჰამედ ალის ბრძოლებიც და საერთოდ მაიკ ტაისონის კარიერის დიდი ნაწილი. თავიდან ტაისონი მას ენდობოდა. კინგი ყველას არწმუნებდა, რომ საუკეთესო მენეჯერი იყო, მაგრამ რეალურად ის კონტრაქტებს ისე აწყობდა, რომ თანხის უზარმაზარი ნაწილი საკუთარ ჯიბეში მიდიოდა. ცოტა ხანში უფრო დაწვრილებით მოგიყვებით მის ქმედებებზე. 1988 წელი იყო. მაიკ ტაისონი უკვე მთელ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სახედ ითვლებოდა. ყველას უყვარდა მისი ბრძოლები, ყველას მისი სახელი ეკერა პირზე, ფულშიც ურავდა. ჰოლივუდის ვარსკვლავთან მეგობრობდა და სწორედ აი აქ გაიცნო მან ჰოლივუდის მსახიობი რობინ გივენსი. წესით კაიწყვილი უნდა გამოსულიყო, შეხვედრიდან რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ კიდეც. მაგრამ ქორწინება თავიდანვე პრობლემებით სავსე აღმოჩნდა. ტაისონის სიგიჟე, მის და მის ძალიან დიდი ყურადღება და მისი არაცვალებადი ხასიათი წყვილს ტანჯავდა. ყველაფერი ტრაკისკენ მიდიოდა, სანამ რობინ გივენსმა ერთ დღეს ისეთი რამ არ გააკეთა, რაც ისტორიაში ჩაიწერა. ტაისონთან ერთად ის დაჯდა ბარბარა უოლტერსის ცნობილ ინტერვიუში, პირდაპირ ეთერში, მთელი მსოფლიოს წინაშე. ტაისონის გვერდით ჯდომა თქვა, რომ მისი ცხოვრება წამება იყო. ტაისონი მოძალადე და საშიში ადამიანიაო. ტაისონი კი გვერდით იჯდა, ჩუმად, უხერხულად იღიმოდა და ვერაფერს ვერ ამბობდა. იმ წამს პლანეტის ყველაზე საშიში ადამიანი ამდენი ხალხის წინ ნაწილებად დაიშალა. ამ ინტერვიუმ ტაისონის ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. ხალხს ვინც დაუმარცხებლად თვლიდა და ასეთ მონსტრს, კაცი ჭამია და გულქვა ადამიანს, უცებ ყველამ დაინახა რეალურად როგორი უმწეო იყო იგი. დაინახეს, რომ თურმე მისი დამცირება შეიძლებოდა, თანაც ამდენი ხალხის წინაშე და თან ცოლის მიერ. იმავე წელს დონ კინგმა მაიკი აიძულა გაითავისუფლებინა თავისი დიდი ხნის მწვრთნელი კევინ რუნი. 1989 წელს მაიკი და რობინი განქორწინდნენ და წელს ის მხოლოდ ორჯერ იბრძოდა, სადაც ნოკაუტით დაამარცხა ფრენკ ბრუნო და კარლ უილიამსი. თუმცა ძალიან ბევრმა კრივის ექსპერტმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც რუნი წავიდა, ტაისონს ძალიან შეეტყო შენელება. ისეთი ვეღარ იყო როგორიც ადრე. ტაისონის ვარჯიშებიც განსხვავდებოდა იმ ენერგიული, ფეთქებადი ვარჯიშებისგან, როგორიც მას ადრე ჰქონდა. აი 1990 წელს იმ დროისთვის ცოტა წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. 11 თებერვალს ტოკიოში მაიკ ტაისონი რინგზე გავიდა ჯეიმს ბასტერ დაგლასის წინააღმდეგ. მთელი მსოფლიო ფიქრობდა, რომ ეს ბრძოლა უბრალოდ სეირნობა იქნებოდა ტაისონისთვის. ბასტერი განსაკუთრებულად რაღაც მაგარი კარიერით არ გამოირჩეოდა, შესაბამისად ბუქმეიქერებმა ისეთი კოეფიციენტები დაწერეს, რომ ტაისონზე ფულის დადებას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. ყველამ იცოდა, რომ მაიკი ერთთან მაქსიმუმ 2 რაუნდში უბრალოდ დააგდებდა. მაგრამ ეს ისტორია ასე არ გრძელდება. ბასტერმა ტაისონის წინააღმდეგ თავისი გრძელი ჯები იდეალურად გამოიყენა. ტაისონს თვალის დაუსვიდა. თუმცა მერვე რაუნდში თითქოს ჩვეულებრივი სცენარი განვითარდა. მაიკმა მოახერხა და ბასტერი ნოკდაუნში ჩააგდო. ყველა მიფიქრა, რომ აი ეს ის მომენტი იყო, როცა ბრძოლა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბასტერი ადგა და ბრძოლა განაგრძო. სხვადასხვა მაშინ ბევრი დაიწერა იმაზე, რომ საჯმა ზედმეტანელად დათვალა და დაახლოებით 13 წამი მაინც ჰქონდა ბასტერს იმისთვის, რომ ამდგარიყო. და რა თქმა უნდა, ეს დრო იმისთვის გამოიყენა, რომ ცოტა სული მოითქვა და აზარზე მოსულიყო. რინგზე ყველაფერი თავდაყირად ადგა. ბასტერის კონტრშეტევა დაიწყო. მან ტაისონს განუწყვეტლად მიაყარა დარტყმები. მე-10 რაუნდში კი გაუშვა ის აფერკათი,
რომელმაც ყველაფერი შეცვალა. კიდევ რამდენიმე ძლიერი დარტყმაც დააყოლა და მაიკი პირველად დაეცა ისე, რომ სანამ საჯი ითვლიდა, ვეღარ წამოდგა. ეს იყო ტაისონის პირველი მარცხი და პრესა გაგიჟდა, რადგან ბასტერ დუგლასმა ამხელა ცხოველის დამარცხება შეძლო. რა თქმა უნდა, დონ კინგი არ გაჩერდა და სასამართლოში შეიტანა სარჩელი, ვითომ მათულის დრო არასწორი იყო და ბრძოლა უნდა გაიუქმებინათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ყველამ დაინახა, რომ ორივე მხარე თანაბარი პირობებით სარგებლობდა და ბრძოლა სამართლიანი იყო. 1991 წელს ტაისონი ისევ პიკში იყო, მაგრამ ცხოვრება აირია. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მასზე სექსუალური ძალადობის ბრალდება წამოვიდა 18 წლის დეზირე ვაშინგტონისგან. ტაისონი დღემდე ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, მაგრამ სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა, საიდანაც 3 მოიხადა. ციხეში რა თქმა უნდა, რომ ყველასგან განსხვავებული იყო და სწორედ იქ გადაწყვიტა, რომ აესე უბრალოდ ამდგარიყო და ვეფხვი ეყიდა. ისე როგორც შინაური ცხოველი. 95 წელს ციხიდან გამოვიდა და რა თქმა უნდა მთელი ქვეყანა დაჰაიპდა მის დაბრუნებას ელოდნენ. პირველი ბრძოლა ჰქონდა პიტერ მაკნილთან, რომელიც რა თქმა უნდა დაამარცხა. შემდეგი იყო დონოვა რუდოკი, მერე ფრენკ ბრუნო მიაყოლა ზედ და ტიტული უკან დაიბრუნა. ბოლოს 96-ში სელდონს ისე სწრაფად მოუღო ბოლო, რომ ბევრმა გაიფიქრა, ეს ჩხუბი ჩაწყობილი იყო. სხვათა შორის ეს სწორედ ის ღამეა, როცა თუფაკი მოკლეს. ამ დროისთვის უკვე დიდი ბრძოლა იგეგმებოდა ლენოქს ლუისთან. ლუისმა 4 მილიონი დოლარი მიიღო მარტო იმიტომ, რომ გვერდზე გაწეულიყო და ტაისონს სელდონთან ჩაეტარებინა ბრძოლა და შეთანხმებით ტაისონი მერე მას უნდა შეხვედროდა. მაგრამ გარკვეული მიზეზების, პოლიტიკის და დონ კინგის ბინძური თამაშების გამო ეს ბრძოლა ჩაიშალა. ტაისონი მოკლედ ბოლოს ევანდერ ჰოლიფილდს შეხვდა. ჰოლიფილდი უკვე მძიმე წონაში დამკვიდრებული ვარსკვლავი იყო. 96-ში მან დაამტკიცა, რომ რკინის მაიკის შეჩერება მართლა შეეძლო. ხო და კლასითა და გამძლეობით აჯობა და ტაისონი მე-11 რაუნდში დაამარცხა. ტექნიკური ნოკაუტი. ეს ბრძოლა იმდენად დიდი მოვლენა იყო, რომ მაშინვე გადაწყდა რემატჩი. აი სწორედ იქ 97 წელს ვიხილეთ მომენტი, რომელიც სამუდამოდ ჩაეწერა სპორტის ისტორიაში. Bite fight-ი, როცა ტაისონმა ჰოლიფილდს ყური მოაჭამა. ტაისონი ჩახსნეს ყველაფრიდან. მისი შემოსავალი, რომელიც 30 მილიონი დოლარი იყო, დაახლოებით 3 თუ 4 მილიონი დოლარის ჯარიმა გამოუწერეს თუ ჩამოაკლეს იქიდან და მას ნევადის სპორტულმა კომისიამ საერთოდ ლიცენზია გააუქმა, რომელიც მერე გვიან აღუდგინეს. როცა ჰკითხეს რა მოხდა, ტაისონი ამბობდა, რომ იგი ჰოლიფილდმა უბრალოდ გააბრაზა თავის უაზრო კომბინაციები და თავის მოძრაობებით. იგი საკმაოდ აგრესიულად რეაგირებდაო. აღიარა, რომ ემოციურად თლად დალაგებული არ იყო იმ საღამოს, ხო და უბრალოდ ამოხეთქა და მოხდა ის, რაც მოხდა. როცა ჰკითხეს რა მოხდა, მან აი ეს უპასუხა. If you had a chance to do it over again, would you do it over again? No, yeah, I probably would do the same thing because he was really kicking my ass. Because he was really kicking my ass and bumping my head and stuff. And yeah, I think I would do it again. ამ ბრძოლის შემდეგ მან უჩივლა თავის long time promoters, Don Kings, რადგან მიხვდა, რომ მან მილიონები აახია. მაიკმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ფული მერე რამენერად უკან დაებრუნებინა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. რა ხდება მერე? წლის ყველაზე ცხელი ბრძოლა, რომელიც მორიგი ხმაურიანი პრესკონფერენციით დაიწყო. ჟურნალისტები, კამერები, ყვირილი, ტაისონი ლენოქს ლუისის წინააღმდეგ. მაიკი ისეთი ცეცხლოვანი აღარ ჩანდა, როგორიც ადრე იყო. მერე რაუნდში ლენოქსმა ტაისონს ისე დაარტყა, რომ ყველაფერი დაასრულა. ეს იყო მაიკის ბოლო შესაძლებლობა, როცა იგი მსოფლიო ტიტულისთვის იბრძოდა. ბრძოლის შემდეგ მაიკმა კიდევ რამდენიმე ბრძოლა მოიგო, მაგრამ შემდეგ დენი უილიამსმა და ბოლოს კევინ მაკბრაიდმა დაამტკიცეს, რომ იგი აღარ იყო ისეთი უძლეველი. ბოლო ბრძოლაში მან განაცხადა, ვერაფერს ვახერხებ, აღარ მაქვს საბრძოლო განწყობა. ბოდიშს გიხდი. ახლა მხოლოდ იმისთვის ვიბრძოლებ, რომ ჩემი გადასახადები გადავიხადო. პლანეტის ყველაზე ბედეს ტიპმა ხელდათმანები ჩამოკიდა. მისი მემკვიდრეობა ისტორიაში სხვა ნებისმიერ მოკრივეზე მეტად ცოცხლობს. და მის მიერ ნაჩუქარი უამრავი მაგარი ეპიზოდი სამუდამოდ ჩაიბეჭდება იმ ადამიანებში, რომლებიც კრივს ხშირად უყურებდნენ, განსხვავებით ჩემგან. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, კი იცით იქ დაბლა რაც უნდა ქნათ. თუ არხი მოგწონთ, უნდა გამოიწეროთ. მე კი შეგხვდებით ძალიან მალე მომავალ ვიდეოში. აბაჰე და აბაჰო.